როდესაც ადამიანები მეკითხებიან ხოლმე, რამდენად შეეფერება მათი პროფესია ფრილანს ბაზარს, ყოველთვის ერთ პასუხს ვცემ ხოლმე და ზუსტად ამ პასუხთან დაკავშირებით მინდა რომ ჩავწერო ვიდეო და დარწმუნებული ვარ თქვენს გაინტერესებთ, თქვენს გაგიზიაროთ და საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ საით უნდა წავიდეთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებ, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და თითოეული თქვენი ქმედება დიდ мотивაციას მაძლევს რომ გავაგრძელო ეს საქმე, ბევრი რამ მოგიყვეთ, ბევრ რამეში დაგეხმაროთ და საბოლოოდ მიაღწიოთ იმას, რომ გახდეთ წარმატებული ფრილანსერები თქვენც. რაც შეეხება ახლა იმ შეკითხვას და პასუხს, რომელიც იდეაში ძალიან ხშირად გამიცია და თქვენც უნდა გითხრათ ამ პასუხის შესახებ რა. თუ თქვენი პროფესია გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან იმუშაოთ, ან თუნდაც სახლიდან გაუსვლელად, სოფლიდან თუ ნებისმიერი ადგილიდან თქვენ შეგიძლია რომ გახდეთ ფრილანსერი. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, რას აკეთებთ. თავარი არის ის, რომ თქვენ არ უნდა მიდიოდეთ ოფისში იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც გევალებათ. მარტივად რო ვთქვათ, თუ ტორტს ვაცხობ მე, აუცილებელია რომ მივიდე სამსახურში და ის ტორტი გამოვაცხო, ხო? ნუ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არსებობს. ასევე თუ სახლს ვაშენებ, ბლოკს უნდა დავადო. თუ ექიმი ვარ, უნდა მივიდე რომ ოპერაცია ჩავატარო, ხო? ამიტომ არსებობს გარკვეული პროფესიები, რა თქმა უნდა, რომელიც არ გვაძლევს ჩვენ ფრილანსერად მუშაობის შესაძლებლობას, თუმცა არსებობს აქ ერთი რამ, რაც ასევე უნდა გავითვალისწინოთ რა. სულაც არ არის აუცილებელი პროფესიით იმუშაოთ. შეიძლება სულ სხვა უნარები გქონდეთ, სამსახურში სხვა რაღაც აკეთოთ და ფრილანსში საერთოდ სხვა რაღაც. ეგეც მოსულა და ამაშიც არანაირი პრობლემა არ არის. მithქვამს კიდეც ბევრჯერ რომ მე მასწავლებელი ვარ სკოლაში და კოლეჯში, ქართულს ვასწავლი და ფრილანს ბაზარზე ხან მენტორი ვარ, ხან LinkedIn-ის მიმართულებით მუშაობ, ხან ვიდეო მემონტაჟე ვარ და მოკლედ სხვადასხვა პროფესიებს ვეუფლები შიგა და შიგრა და ამიტომ არ არის ეგ მთავარი პრობლემა, რომ თქვენი პროფესია არ შეესაბამებოდეს ფრილანს ბაზარს. მთავარი პრობლემა მაშინ არის, როდესაც უკვე აღარ გაქვთ არანაირი უნარი, რომელსაც გაყიდით საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ მაგაზე არ ვიფიქროთ, მთავარი შეკითხვა, რომელიც უნდა დასვათ დღეს. არის ზუსტად ის, რაც წეღან თქვი რა, რომ რამდენად მოახერხებთ იმას, რომ სახლიდან გაუსვლელად აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე და ამით კომპანიას ან ორგანიზაციას ან კონკრეტულად კლიენტს არაფერით არ დააზარალოთ რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. შესაბამისად, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პროფესიებზე, რომელი პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია ფრილანსში წარმატების მიღწევა, აქაც ძალიან დიდი რაოდენობის ჩამოთვლა შემილია და თუნდაც ჩემი გამოცდილება მინდა რომ გაგიზიაროთ. მე მაგალითად სტუდენტები მყოლია საერთოდ აი აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებით, იქნებოდა ეს HR-ი, იქნება ეს, არ ვიცი, დეველოპერი, დიზაინერი, ტესტერი, hospitality-ის მიმართულებით, B2B sales კონსულტანტი, ანუ ძალიან მრავალფეროვანია ფრილანს ბაზარი და არ შეიზღუდოთ თავი რა. ეცადეთ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი თითოეული უნარი იმისთვის რომ მიაღწიოთ წარმატებას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. და მეორე მხრივ ჩვენ ასევე როდესაც ვლაპარაკობთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლაზე, ხო? აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა იცოდეთ თქვენ თუ ახლა იწყებთ ფრილანსერობას რა. შეიძლება აქ საქართველოს ბაზარზე იყოთ ძალიან მაგარი სპეციალისტი. 15-20 წლიანი გამოცდილება გქონდეთ, ან 5 წლიანი არ აქვს მნიშვნელობა წელიწადს რა. ძალიან მაგარი შეიძლება იყოთ. თუმცა, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე გავდივართ, ამ შემთხვევაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება, იმიტომ რომ იქ შეიძლება ისეთი მოთხოვნები დაგხვდეს, რომელსაც ახლა არ ვფლობთ, ხო? აი მაგალითად, თუ ხარ ბუღალტერი და აქ ქართულ პროგრამებზე მუშაობ სიტყვაზე, იქ შეიძლება QuickBooks-ი დაგჭირდეს, რომელიც არ იცი აქ, იმიტომ რომ არ გჭირდება. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული უნარები დავიმატოთ რა. ეგეც გასარკვევია, რამდენად შეეფერება შენი თითოეული უნარი საერთაშორისო ბაზარს რო გავყიდოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება აქ ვდგნიდე და ძალიან მაგარი იყო, მაგრამ როგორც კი გადიხარ საერთაშორისო ფრილანს ბაზარზე, იქ უკვე მნიშვნელოვანია ყველა ის უნარი, რაც საბოლოოდ გაგაჩნია, რადგან ჩვენ ვყიდით უნარებს და ჩვენ ვყიდით გამოცდილებას, რომელსაც მერე შეუძლია გარკვეული პრობლემების გადაჭრა. ამიტომ აი ამ ორ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ რა. პირველი, რამდენად მოსულა ჩვენ ამბავში რომ ჩვეულებრივად სახლიდან გაუსვლელად ვიმუშაოთ და მეორე, რამდენად გვაქვს ის ყველა უნარი, რაც დაგვეხმარება რომ თუნდაც სახლიდან გაუსვლელად ვიმუშაოთ. ანუ ეს ყველაფერი არის ერთმანეთში გადაჯაჭვული რა. და აუცილებელია რომ მუდმივად განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებული და ამ მხრივ განვავითაროთ ასევე ინგლისური ენაც. იმიტომ რომ ინგლისური არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საბოლოოდ წარმატებულ ფრილანსერებად გვაქცევს იდეაში რა,
შენ როდესაც ელაპარაკები დამკვეთს და გაქვს იმის ფუფუნება რომ შეხვდე და ელაპარაკო შენი იდეები გაუზიარო, შენი გამოცდილება გაუზიარო, ეგ კიდევ დამატებითი ბენეფიტია, თუმცა ამ ვიდეოსგან ცოტა განსხვავებულია ინგლისური ენა და ამაზე მე ცალკე ვილაპარაკოთ რა. თავარი არის შემდეგი, რომ როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგება ხოლმე საქმე, ადამიანები ცდილობენ, რომ ხშირ შემთხვევაში საკუთარი პროფესია წამოიღონ ფრილანსშიც და ზუსტად მან უშვებენ ხოლმე დიდ შეცდომას, იმიტომ რომ ის კონკრეტული პროფესია ფრილანსში საერთოდ არ მუშაობს. და აუცილებელია რომ აქ გადავაწყოთ ხოლმე უნარების კუთხით რა, აი მარტივად რო ვთქვა, შეიძლება რაღაცას აკეთებდე აი აქ საქართველოში და რაღაც კონკრეტული პროფესიიდან გამომდინარე შვენიერი უნარები გქონდეს ან გამოცდილება, თუმცა ფრილანს ბაზარში ეს არ ჭრიდეს, ხო? ამიტომ რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ აქ რა გამოცდილებაც გვაქვს, მთლიანად ვარგებთ იმ ბაზარს, სადაც მივდივართ, სადაც მიდიხარ იქაური კუდი უნდა დაიხურო, ზუსტად იგივე ამბავია რა. აქ თუ შენ ტოპ ადამიანი ხარ და ტოპ ექსპერტი ხარ, იქ საერთოდ შეიძლება არავინ არ იყო და ამისთვის აუცილებელია რომ სწორად პოზიციონირება მოვახდინოთ და ჩვენი თავის გაყიდვა ვისწავლოთ რა. მოკლედ, რო შევაჯამო ახლა ეს ამბავი და საბოლოოდ მე შეგვიძლია რომ უფრო მეტადად ჩავშალოთ სხვადასხვა ვიდეოებში, თუმცა აქ პატარა ვიდეოთი მინდოდა რომ თქვენთვის პროფესიასთან დაკავშირებით მელაპარაკა რა, თქვენთან უბრალოდ. აუცილებლად აირჩიეთ ის მიმართულება, რომელიც სამსახურში მისვლის გარეშეც შეგიძლიათ რომ აკეთოთ. აუცილებლად აირჩიეთ ის მიმართულება, რომელიც საერთაშორისო ფრილანს ბაზარზეც მოთხოვნადია. ამის გარკვევა ძალიან მარტივია, მეგობრებო. უნდა შეხვიდეთ სხვადასხვა ფრილანს პლატფორმებზე, დაათვალიეროთ სამსახურები, დაათვალიეროთ თქვენი სფეროს წარმომადგენელი ფრილანსერები და მერე უკვე მიხვდებით აქ ღირს თუ არ ღირს. უნდა დაათვალიეროთ ყველაფერი აბსოლუტურად, უნდა დაელაპარაკოთ AI-ს, უნდა დაგუგლოთ და გკითხოთ აი ეს პროფესია მაგალითად რამდენად მუშაობს ფრილანსში. რაღაც გარკვეული ანალიტიკები უნდა წამოიღოთ, სტატისტიკები უნდა წამოიღოთ, მოკლედ უნდა იმუშაოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი პროფესია შეკრათ და ყველა უნარი გამოიყენოთ რა. დამიჯერეთ, ძალიან ბევრი უნარი არსებობს სამყაროში, რომლის გაყიდვა შეიძლება. და ამის მაგალითი მაქვს ხოლმე ერთი, როცა ვიღაც უცხოელი საღამოობით რაღაც თემებზე მელაპარაკებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ინგლისურად სურდა საუბარი და გარკვეული პრობლემები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და მე ველაპარაკებოდი რა და მიხდიდა ფულს. ანუ ჩათვალეთ, რომ აი მარტივი რაღაცეებითაც შეიძლება ფულის გამომუშავება, უბრალოდ ამისთვის საჭირო არის ერთი რამ, რომ სწორად გქონდეს გათავისებული, რას აკეთებ, ვისთვის აკეთებ და რატომ აკეთებ რა. ამიტომ დასხედით ახლა, ჩაუჯექით YouTube-ს, ჩაუჯექით freelancers, Upworks, Fiverr-ს, LinkedIn-ს, გადახედეთ სამსახურებს, ჩაუჯექით ასევე თქვენი მიმართულების ფრილანსერებს და ათვალიერეთ მათი საქმეები, რამდენს გამოიმუშავებენ, რას აკეთებენ. სტატისტიკებს ჩაუჯექით, ასევე ფრილანს პლატფორმები გამოსცემენ ხოლმე გარკვეულ ანალიტიკურ სტატიებს, სადაც წერია ყველაფერი და იკვლიეთ რა თქვენი პროფესია. ესე მინდა მაგალითად გრაფიკულ დიზაინერი და გავხდები და ვიმუშავებ, არ ჭრის რა. შენ უნდა გქონდეს აი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომ გრაფიკული დიზაინი მუშაობს მართლა, აგერ აქ ხალხი არის, ეს ამას აკეთებს, ის იმას აკეთებს და მოდი მეც ანალოგიურად მოვიქცევ. ამიტომ რთული არის იდეაში შეიძლება გარკვეულწილად პროფესია რო აირჩიო ფრილანსში, როდესაც დამწყები ხარ და შეიძლება პროფესიონალიც არ იყო, გარკვეულწილად არ ქონდეს არაფერი დამთავრებული, ან სტუდენტი იყო და რაღაც, მაგრამ მარტივია ამ ყველაფრის მოგვარება, ანუ ძიება რა და ეს ძიება იმდენად მართლა ხელმისაწვდომია ყველაფერი, ანუ ნებისმიერ წამს შეგიძლია შეხვიდე, სადაც გინდა და ანალიტიკური სტატია წაიკითხო ხო და იქ მთელი ჩარტებია და ყველაფერი არის რა და ამიტომ ეცადე რომ დიდი ყურადღება დაუთმო ამას, რადგან ამის გარეშე წარმატების მიღწევა არის გამორიცხული. შენ თუ თავიდანვე არ იცი შენი პროფესია, რა მიმართულებით გინდა განვითარდე და რა მიმართულებით გინდა რომ წახვიდე შორს, ძალიან გაგიჭირდება და საბოლოოდ შუაგზაში გაჩერდები, იმიტომ რომ ვერ გაიგებ რა უნდა გააკეთო, ვისთვის აკეთებ, რა პრობლემა სჭრი და ეს ყველაფერი მე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, თავს დაანებებ და წახვალ იმუშავებ იქ, სადაც გაიზღება რა. ამიტომ თავიდანვე პასუხისგებლობით მოეკიდე პროფესიის არჩევას, ეცადე რომ თუ შენი პროფესია არ შეესაბამება ფრილანს ბაზარს, გარკვეული უნარები წამოიღო ამ პროფესიიდან და მოარგო ფრილანს ბაზარს, მარტივად რო ვთქვა, სიტყვაზე ვამბობ რა, ძალიან უხეში მაგალითი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ მაგალითისთვის ჭირდება. თუ რაღაც საქმიანობაში გიწევს Excel-ის გამოყენება და ფრილანს ბაზარში ეს კონკრეტული საქმიანობა არ გვადგება, Excel-ი ხო იცი? შეგიძლია რომ Excel-ის უნარები წამოიღო ფრილანს ბაზარზე და გაყიდო. ან მაგალითად შეიძლება ბუღალტერი ხარ,
მაგრამ ბუღალტერობასთან ერთად გაქვს ძალიან კარგი გამოცდილება ვიდეო მონტაჟში, იმიტომ რომ მეგობრებს უმონტაჟებდი ან რაღაცებს აკეთებდი, ან რა ვიცი, შეხვედრებს ნიშნავდი, Excel-ს ავსებდი, Word-ის დოკუმენტი იცი, Google Team-ი იცი, ყველაფერი იცი რა, Zoom-ი იცი. შეიძლება ვიდეო მომონტაჟე იყო ან ვირტუალური ასისტენტი. მოკლედ აუცილებელია, რომ ვიცოდეთ ჩვენი უნარების გამოყენება და გაყიდვა. და ამას სჭირდება ფიქრი და ამას სჭირდება გარკვეულწილად ძიება, კვლევა და მეორე უკვე გადაწყვეტილებების მიღება რა. ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ. ყველაზე დიდი დრო, რასაც უნდა დაუთმოთ ზუსტად ეს არის და მეორე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მიღწევაც გაგიადვილდებათ რა. თუ აი ეს ყველაფერი არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი, რა ფრილანს პლატფორმები გჭირდებათ და როგორ უნდა მოიქცეთ, კლიენტებთან როგორ უნდა გქონდეთ კომუნიკაცია, პროექტები როგორ უნდა მართოთ და როგორ უნდა აიღოთ საერთოდ ეს პროექტები, მაშინ ერთი კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. გადმოდით ჩემს LinkedIn-ზე, რომლის ლინკიც აღწერაშია. მომწერეთ, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი ერთთვიანი პროგრამით, რომელსაც ქვია გზა ფრილანსერობამდე, გაგიზიარებთ დეტალებს და მგონია, რომ ძალიან დაგეხმარებათ ეს ჩემი ერთთვიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მოიცავს 8 ჯგუფურ შეხვედრას, ინდივიდუალური შეხვედრების შესაძლებლობას და ყველაფერ საჭიროს, რაც საბოლოოდ გაქცევთ ფრილანსერებად. დღეს არა, ხვალ არა, მაგრამ პროცესში, როდესაც თქვენ პირველ ნაბიჯებს გადადგამთ ჩემთან ერთად, მერე უკვე გახდებით წარმატებული ფრილანსერებიც. ასევე Upwork-თან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა შემომდის ხოლმე. მაქვს შექმნილი Upwork-ის ციფრული კურსიც, რომელიც აღწერაშია. გადადით, 2 საათიანია, ჩაწერილი ვიდეოებია, ჩაუჯექით, ისწავლეთ და მე მგონია, რომ ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ წარმატებულები რომ გახდეთ. დღეისთვის სულ ეს იყო. მოკლედ, დაუთმეთ დიდი ყურადღება პროფესიის არჩევას და წარმატებაც მერე უკვე მარტივი ამბავია რა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და შევხვდებით ძალიან მალე ახალ ვიდეოში და ახალი თემით დაგიბრუნდებით, რაც მგონია, რომ ძალიან დაგეხმარებათ. მადლობა და დროებით.